მე ვარ ლუკა კამანდაძე 10 წლის. ვსწავლობ ჭარნაის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში, ცეკვა და ფილმების ყურება. რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო მეტად მიყვარს ფეხბურთის თამაში. ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. მოედანზე ყველა პოზიციაზე შემიძლია თამაში, მაგრამ ჩემი საყვარელი პოზიცია არის შეტევა. როგორც ყველა ფეხბურთელს, მე ძალიან მიყვარს გოლების გატანა. მეორე კლასამდე უფრო მეტი ასისტი მქონდა ვიდრე გოლი. მესამე კლასიდან დავიწყე გოლების გატანა. ერთი გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. ჩემმა მოწინააღმდეგემ მიცა პასი თავის გუნდელს. და მე ამ დროს ჩქარა ავართვი ბურთი და თავით გავიტანე გოლი. ყველაფერი ისე კარგად გავაკეთე, რომ მეკრა ვერ მოასწრო რეაგირება. მე მგონია, რომ ყველაზე კარგად შემიძლია პასების მიცემა. გამოსასწორებელი მაქვს კარებიდან დარტყმები, ცუდად გამოდის. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მესი და საყვარელი გუნდები არის ბარსელონა და საქართველოს ნაკრები. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომრით. სახლში მაქვს ორი ფორმა, ერთი ახუჩასი, მეორე მამარდაშვილის. მე მინდა მქონდეს მწვანე ფორმა და უკან ეწეროს კამანდაძე და 10-იანი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ არის ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს და ასევე კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე ჭკვიანია ჯაბა მიქელაძე. ყველაზე მშვიდი არის ანა ფუტკარაძე. ყველაზე ბედნიერია გიორგი ბერიძე. მე ვარ ყველაზე მხიარული და სიმპათიური. მე თვითონაც მიკვირს, რატომ არ მყავს შეყვარებული. შვილებს დავარქვევ ნიკოლოზს და ანიტას. ჩემს ძმას დავარქვევ მარანას. ჩემს საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია დარინა ფუტკარაძე. იმიტომ რომ ძალიან სახალისოა, სწორედ გვიხსნის გაკვეთილებს, ხშირად არ გვიყვირის და მთელი კლასს ძალიან მოგწონს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელი ვერ გავხდები, მაშინ ვიმუშავებ ოფისში. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი სუპერ გმირი. ახლა მინდა ვიყო 32 წლის. იმიტომ რომ დავესწრები ნებისმიერ საფეხბურთო მატჩში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, დიდი ბებია, ბაბუა და დიდი ძმა და პატარა და. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი დიდი და ორი პატარა ძმა. ჩემი ძმა არის 14 წლის და ქვია ანრი. ის არის მხიარული, კეთილი, სულ ყველაფერში მეხმარება. ჩემი აზრით არის რომ გაიზრდება გამოვა პოლიციელი. ჩემი და არის 1 წლის და ქვია ლინა. ის არის ლამაზი, მხიარული, ძალიან საყვარელი და სულ უყვარს თამაში. ლინა ალბათ გამოვა ექიმი. მამიკო არის მშრომელი, სიმპათიური და უშიშარი. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ ყოველდღე კომპლიმენტებს ეუბნება და ზრუნავს მასზე. დედიკო არის ლამაზი, განათლებული, მხიარული და კარგი დიასახლისი. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ხინკალს. ჩემი ჰობია ფილმების ყურება. ყოველდღე ვუყურებ დაახლოებით 2-3 ფილმს. ჩემი საყვარელი ფილმია შურისმოძიებელები. ამ ფილმში სიამოვნებით შევასრულებდი ადამიანიობის როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა დროის მართვის სუპერ ძალა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა აი ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია გერა სკუტერი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ აი ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი ილონ მასკთან ერთად. ბედნიერება არის მთელი ოჯახის ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.